გიორგი ჩემზადებულია, მეც მომზადებული ვარ. ვიცი სამში საშინელი განაჩენი უნდა გამოუტანო. დარწმუნებული ვარ გალუსაშვილი არ დამინდობს, იმიტომ რომ თალმა რომელმაც გიოს საბუთებში ჩაიხედა და ნახა რომ სამში დაბადების დღე დედისთვის ეს საჩუქარი არ უნდა გაეკეთებინა, შვილის განაჩენი არ უნდა გამოეტანა, მაგრამ ნინოსნაირი ქალები მე ვერ შემაშინებ, ვერავინ ვერ შემაშინებს, იმიტომ რომ გიორგი მინდაძის დედა ვარ, ვაჟკაცის, რომელიც არაფერზე არ დაიხევს უკან სიყვარული და სითბოს გულისთვის. გიორგის უფრო ეთქინა გული რომ გამოაცხადა. იმ დღეს სამრიჩიო ბოლო დასკვნითი იქნებაო, თავში წაიშინა გიომხელი და აუ დედაო და მიხვდა რა მწარე იქნებოდა დედისთვის ეს ყველა. გიო იმასაც ხვდება მესახეს რომ მასე ვაჩვენებ ჩემ გულში რაც ხდება. ყველაფერი იცის, მაგრამ მიღირს ხალხო ეს ყველაფერი. ყველას უფალმა მისცეს გიოსნაირი დედა ვარ და როგორ უნდა ვთქვა ესე არასოდეს არ მითქვია, მაგრამ თვითონ ჩემმა ქვეყანამ, ჩემმა ხელისუფლებამ შემიქმნა ეს მდგომარეობა, თქვა ხმამაღლა. საუკეთესო სიკეთის განსახიერება, სითბო და სიყვარულის განსახიერება, შვილი გავზარდე, რომელსაც ისიც კი ვერ ვაკადრე ბიოლოგიური დედის გვარი შემეცვალა, მაგრამ მიამაყება ჩემი შვილი, ვიამაყებ ყოველთვის. მედგრად დავდგები, ვიბობოქრებ, გზას ვნახავ, არ გავჩერდები, ფეხში შველავივლი, რკინის გალამან ჩავიცმებ და ჩვენ ბიჭებს გავანთავისუფლებ. მე გიორგი მინდაძის დედა არა ვარ პოლიტიკოსი, არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნება. მე ვარ ნამდვილი ქართველი, რომელსაც გული ტკივა სამშობლოზე. გიორგის სიტყვებს დავესესხები და ვიტყვი. საქართველო მეკუთვნის ისე მე, როგორც მე ვეკუთვნის საქართველოს. ეს გიორგი მომწერა წერილში და სულ ამ სიტყვას ვამბობ. ჩემი შვილიც არ არის პოლიტიკოსი, ჩემი შვილი არის სამშობლოს მოყვარული პატრიოტი, რომელიც ამ სიყვარულისთვის დააიჭირეს და გამოამწყვდიეს 4 კედელში, 8 კვადრატში, მაგრამ გიორგი იმდენად ლაღი და თავისუფალია, იმდენად სიყვარულით სავსეა, იმდენად თბილი ბავშვია, გაუძლებს იმ 8 კვადრატში ცხოვრებას. მით უმეტეს ისეთი საყვარელი ბიჭები არიან ერთად. იცის რომ გამოვა, გაბრწყინებული საქართველო რო დახვდება, რისი გულისთვისაც ისჯება ეგეც იცის.